ორბანის დამარცხების პირველი შედეგი რუსეთისთვის უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მილიარდის გადაცემაზე ვეტო მოხსნა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტს მხარი დაუჭირა. მანამდე ორბანის მთავრობამ სასესხო პაკეტი რამდენჯერმე დაბლოკა, მიზეზად მილსადენ დრუჟბას ასახელებდნენ და ზელენსკის მისი აღდგენისკენ მოუწოდებდნენ. უკრაინამ მადიარის გამარჯვების შემდეგ მილსადენი აღადგინა და ოფიციალურად უნგრეთში ნედლი ნავთობის შედინება დაიწყო. ზელენსკი მზადაა პუტინს რუსეთისა და ბელარუსის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტისა და კრემლის ხელმძღვანელის შეხვედრის ორგანიზებას, რათა მოლაპარაკებების მცდელობებმა ახალი დინამიკა შეიძინოს. მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქს ვლადიმერ პლახატნიუკს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერს ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვას ედავებოდნენ. პლახატნიუკი თავს უდანაშაულო ცნობს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის 5-ვე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა. ბრძანებას ხელი კობახიძემ მოაწერა. დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი იყო. მოადგილეები კი შალვა თადუმაძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი სახუკია და მარიამ ტაბატაძე. უცნობია ეს პროცედურული საკითხია თუ ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილი საკუთარ კადრებს დანიშნავს.